მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე, სიკეთით. დღეს დიდი დღეა საქართველოში, ქართული ენის დღე. ბუნებრივია ჩვენი გადაცემაც ამ სამთაგან ერთ-ერთ უძვირფასეს საუნჯის დღეს ეძღვნება საქართველოში და სტუმრად მოვიწვიეთ გადაჭარბებათ არავინ ჩაგვითვლის თუ ვიტყვით რომ პიროვნება რომელიც ყველაზე ხელგამშვენებული შეხვდა დღევანდელ ქართული ენის დღეს უნიკალური ალბომით რომელიც ანა კალანდაძის პოეზიის მოტივებზე შეიქმნა და ანა კალანდაძის ხელნაწერი დღიურით თანდართული ანა კალანდაძის პოეზიის დედოფლის თანდართული დღიურით ბადრი ვადაჭკორია რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა ქართველი მაყურებლის წინაშე ჟურნალისტი, დიპლომატი, მოგზაური უერთგულესი მეგობარი არაჩვეულებრივი პიროვნებას ლანჩხუთისა და თბილისის საპატიო მოქალაქე და ასე უსასრულოდ რეგალიების ჩამონათვალი რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი როგორც მოგახსენეთ მას წარდგენა არ სჭირდება ქართველი მაყურებლის წინაშე მოგესალმებით ბატონო ბადრი ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის გადაცემაში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის თავისთავად ცხადია უკვე მეორეჯერ ხვდებით ჩვენ აქ ამ სტუდიაში რომელმაც პირველმა ისე კარგად დაუმახსოვრა თავი და ერთი სული მქონდა კიდე როდის მომიწევდი და დღეს დადგა ძალიან დიდი დღე არის ქართული ენის დღე 47 წლის წინ ქართველმა ხალხმა და ახალგაზრდობამ ხროსორად დაიცვა თავისი ყველაზე დიდი მონაპოვარი ქართული ენა და კონსტიტუციაში შევიდა როგორც სახელმწიფო ენა. პრინციპში მანამდესაც ესე იყო, მაგრამ რაღაც მოსკოვმა დაგვიპირეს ხო, დაგვიპირეს ასე თქვა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კარგად იმუშავა ედუარდ შევარდნაძემ ამ შემთხვევაში. ნამდვილად ვერ დაუკარგა იმისთვის რომ ეს დამთავრებული იყო ქართველი ხალხის ასე ვთქვათ გამარჯვებით და აი მოვდივართ. კი ბატონო. და ალბათ ისიც უნდა ითქვას რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, ალბათ პირველი შემთხვევა, როცა მონსტრმა საბჭოთა რეჟიმმა უკან დაიხია და რა თქმა უნდა ეს იყო მოსახლეობის საზოგადოების ამახსოვს ისიც ყველაზე მეტად აი ჩვენი დედა უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ დაძრული ეს უზარმაზარი მასა საზოგადოებისა და ისმის მხოლოდ ნაბიჯების ხმა და იგრძნობა გულისძგერა ამ უამრავი ადამიანის აღშფოთებულის პროტესტის გამომხატველი რა ვიცი ყველანაირი გამძაფრებული ემოციით მივდივართ და კაცმა არ იცის რა მოხდება 9 აპრილი კი არ იყო ჯერ მაგრამ 9 მარტი ახსოვდა იმ თაობას ხო და გადაშოვის შეახსენა ედუარდ შევარდნაძემ შეახსენა ხალხს და ახალგაზრდობას 56 წლის ჯერ კიდე მარტი 9 მარტის ამბავი და მე და ასე კიდე არავინ იცოდა რომ 9 აპრილი თუ გველოდა 9 აპრილი კი არავინ იცოდა მაგრამ გამოცდილება მწარე უკვე ჰქონდა და სხვათა შორის კარგად ჩაიარა წყინვალე ჩაიარა ხალხმა იგნო თავისი ძალა ქართველმა იგნო თავისი ენის კიდე უფრო მძაფრი სიყვარული და კი ბატონო ასე რომ ჰქონით კვლავ ქართულ ენაზე ყველაფერს თუ კი რაიმეს ვქონით რა თქმა უნდა და ამ დღის სიმბოლო დედაენის ბაღში აღმართული დედაენის ძეგლი რომელიც შესანიშნავი ძეგლია არაერთხელ მოხვდა თქვენს ობიექტში კი ძალიან მიყვარს ეს კი ბატონო თვითონ დედაენის ბაღიც მიყვარს და იქ ყოველი
რაღაც ღონისძიებას რო ეძახიან, უბრალოდ სულ ზეიმი არის. სულ ზეიმია. ბაღი არის ზეიმისთვის გაჩენილი ალბათ და ასე რომ უხდება კიდე ზეიმი, იმიტომ რომ ისეთი რაღაც სიმბოლოა და არაჩვეულებრივი ძალიან ლამაზი მომენტიც არის, ასე რომ აი რა ძალა მისკენ რომ მიყავხართ. გავხსენოთ ფესვები, თქვენი პირველი ზიარება დედაენის სამყაროსთან, აიას მაგიურ სამყაროსთან, რაც დღეს განსაკუთრებით ძვირფასი გახდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენს თაობას, ჩვენი შვილების თაობას ჰქონდა ბედნიერება, რომ დედაენი ხელდამშვენებული წასულიყო სკოლაში. და შვილიშვილებს ნაკლებად ბადნობადრი. და აი მინდა რომ აი მე კიდევ ის შემონახული მაქვს, მე რო პირველ კლასში წავედი, პირველ კლასში წავედი 54 წელს აი დედაენა გაგვჩნდა არის კი შენახულიც ამაქვს და ჩემთვის უძვირფასესი მართლა დედაწიგნი იყო ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის, ჩვენი შვილების თაობისთვის. ერთადერთი ერი ვართ, ვინც დედაენას ძეგლი დაუდგა და ეს არ იყო პირველი ძეგლი. განა ძეგლი არ არის ილია მართალის ეს დიდებული ანდერძად დატოვებული შეგონება სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან მამული ენას არწმუნება. ასევე როგორც ხელთუქმნელი ძეგლი იაკობ გოგებაშვილის გენიალურად მარტივი უკვდავი ფორმულა აი-ია. და აი-ია 400 ბგერისგან შედგენილი მთელი წინადადება, რომლითაც შედის აი დედაენის დიდებულ სამყაროში ყველა პატარა. ძეგლი იყო ასევე ჩვენი დიდებული ეფხისტყაოსანიც ქართული ენისთვის დადგმული ხელთუქმნელი ძეგლი. გოგლა ლეონიძის ჩვენ საკვანშე მომჯდარი მგალობელი ფრინველი. ასევე ირაკლი აბაშიძის ოენავ ჩემო დედა ოენავ თუ ხმა კატამონთან. დამეთანხმები დიდებული ძეგლია ჩვენი საერთო მეგობრის უმშვენიერესი და უნიჭიერესი ქალბატონის კომპოზიტორ მანანა იმედაძის ჰიმნი დედაენასა რა, რომელიც ძალიან აღწებული ვარ თვით ქალბატონი მანანათი მარინა მანანათი პიროვნებით არაჩვეულებრივი პიროვნება, უნიჭიერესი, უსათნოესი ქალბატონი და მისი დიდებული ჰიმნი, რომლითაც იწყება უამრავ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში 14 აპრილისადმი მიძღვნილი ზეიმი, დედაენის ზეიმი იწყება მანანა იმედაძის ჰიმნი დედაენას, დედაენის ჰიმნი. სიმღერის ანგო ედენის ბაღის ბულბულთა სტენა ჩემი ცხოვრების უგდავო ჰიმნო დედაოენა დედაოენა სადაც ხორცნილო ღვთაება ჩემო Pizarro de daoena Zada korzenilo khtaeva chemo Sulis malamo da gulis khena Sitrova ulevo okrosa Pizarro de daoena Titi bustelis saprulonicho Piulo madro simrela zena Tinda Georgis afilis lotzau de daoena
გამრჩები შენი ერადგული შენ სახელს ფიცავ შენ სახელს ფიცავ და მივედით უმთავრეს სათქმელამდე თქვენი ბოლო სასწაული პროექტი ანა ბულბული უკვე ბიბლიოგრაფიული შვეთობად ქცეული თქვენი ფოტოალბომი თავიდანვე იქცა თავიდანვე რა თქმა უნდა იქცეოდა დიახ გაყიდვაში არ არის ძალიან მცირედი არც ყოფილა გაყიდვაში იმდენად მცირე ტირაჟი იყო რომ თავიდანვე რა თქმა უნდა და განამთელი თქვენი ფოტოხელოვნება სიმბოლურად არ გულისხმობს და გამოხატავს იდეას საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის და არც ის არის შემთხვევითი რომ ბატონი ბადრის ესეთი ფორმულად ქცეული უკვე გამონათქვამი რომ ჩვენ ერთადერთი მიზანი აქვს ქართულ შევაყარო ქართველი და საქართველო და არა მხოლოდ საქართველო და არა მხოლოდ ქართველს, არამედ მე მგონი ლამის მთელ სამყაროს, მთელ მსოფლიოს რამდენ ქვეყანას უკვე შეაყარა თავისი შედევრებით, ნამდვილად ამას ვიტყვით ამამად, თავისი უკვე სათვალავი მეცამერია კი არა ვკმითგნაც, იმდენი ფოტოალბომი არაჩვეულებრივი შედევრებით მოედო მთელ მსოფლიოს, მთელ სამყაროს, არაერთ ქვეყანაში ის არის ფოტოხელოვანთა ფორუმების გამხსნელია რა წამყვანი და ასე შემდეგ და ერთ-ერთი დიდი ავტორიტეტი ფოტოხელოვნებაში, რომელიც ავრცელებს ამ ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს დედამიწაზე საქართველოს უნიკალურობას, მისი ბუნების, მისი ხალხის, მისი არ ვიცი, აი ეს ერთ-ერთი სერია რომ არის ჩემი მეზობლები და საოცარი ფრთოსნები თქვენი, მინდვრები ქართლის, მინდვრები ქართულოცაო, განა ეს არის ლაიტმოტივი უამრავი თქვენი ფოტონამუშევრისა. რა თავისებურებით გამოირჩა და როგორ წარიმართა თქვენი მუშაობა მაინც ამ ალბომზე. თუმცა ეს მოტივები, ეს სულისკვეთება მთლიანად გასდევს თქვენს მთელ შემოქმედებას, მაგრამ ეს მაინც სპეციფიური იყო, ცხადი არა. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ თავარი იყო სოსო ჭუმბურიძის იდეა რომ შექმნილიყო მსგავსი ძალიან ორიგინალური და შეიძლება ითქვას რომ მართლაც მსგავსი არ შექმნილა ქართულ არც ქართულ და არც უცხოეთში მსგავსი ისე რას წარმოადგენს ახლა ეს არის სოსო ჭუმბურიძე არის ყველა იცნობს ეს ნიჭიერესი კაცი შესანიშნავი მეგობარი წესიერი ადამიანი უზომოდ შეყვარებული ქართულ საქართველოს და ქართულ პოეზიაზე და ფაქტიურად როგორც მე პირიქით ვხედავ, ის ხედავს თითოეულ ლექსში რაც გარკვეულ ვიზუალურ მასალ სიგნალსაც ფოტოებს ამ შემთხვევაში ფოტოები ამაგადა თუ შევხვდით რამდენიმე წელი 3 წლის წინათ შევხვდით და გამიზიარა თავისი იდეა და ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა რომ ეს იყო ისეთი რომელსაც შევწუდებოდი ძალიან რთული თავისთავად ცხადია იმიტომ რომ აი თითეული ფოტო რომელზედაც ეს ლექსი დაედებოდა ზემოდან უნდა ყოფილიყო შესატყვის მისი თავიდან გადაწყვეტილი იყო 100 წლის თავის გამო 100 ლექსი ანა კალანდაძის საოცარი მერტკალის ხო პოეზიიდან 100 ლექსი და 100 ფოტო ადრევა დაჭყორეს 100 სათაური თქონდა ასეც იყო გასაზრდელი მაგრამ ბოლო მომენტში ვერ გაიმედეს ის ფოტო რომელზედაც ლექსი არის და ბეჭდილი ასე ვთქვათ იმისთვის რომ სრულყოფილება არ დაეკარგა ამ ფოტოს დატოვეს ეს და გამოვიდა ესეთნაირად რომ იმიტომ რომ თითო იმ ფოტოსაც ჰქონდა უფლება რომ
ყოფილიყო. და გამოვიდა რომ 100 ლექსი და 200 ფოტო. პატრიოტ დაჭკორი 100. და მისი ყველაზე ახლობლებელი ადამიანები თვლიდან მითხრეს ხო რომ არ ვიცი თუ პირველადო ლექსები შეიქმნა თუ ფოტოებიო იმდენად და ახლა ჩემთვის ყველაზე ამაზე დიდი ის რა უნდა ეთქვა კომპლიმენტი და ამაზე მეტად დაფასება და ძალიან დავახლოვდით და ძალიან დავმეგობრდით და მე რასაც კიდევ აპირებთ გამჩერებულ ვარ ბატონო ეხლა როდესაც მე ჩემო პროექტს მოვჩები საქართველოს სიყვარულით ან შეიძლება საქართველოს ლამაზო ასე დავარქვა ახალ ალბომებს საქართველოს ეხლა რაზეც მუშაობ ეხლა რაზეც მუშაობ რომელიც 2-3 თვეში იქნება 2-3 თვეში იმას იმედია რომ იმდენი იქნება ტირაჟი რომ შეძლებს ადამიანები შეძენენ ადამიანები შეძლებ რომ საჩუქრადაც მივართო ჩემთვის ძვირფასებს არა მე მაინც იცით არ შევიძლია ეს არ თქვა რომ პირველი გამოცემის კვალიც გაქრა აი ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი ამ მართლა უნიკალური ალბომისა რომელიც აუცილებელია ჰაერივით აუცილებელია ნებისმიერი ქართული და არა მხოლოდ ოჯახისთვის ეს ყველა ოჯახში უნდა იდოს პოეზიის დედოფალია და ფოტოხელოვნების არ ვიცი რა დავარქვა მეტრი თავისთავად ცხადია წარმოუდგენელია მეორე გამოცემა ამ ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი ალბომის მეორე გამოცემა შეუძლებელია რომ მან არ იხილოს დღის სინათლე მადლობა რომ არის რამე პერსპექტივა ამ მხრივ თუ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის ჩვენ კითხველები თქვენი პერსპექტივა არსებობს რაიმე იმედი გამოჩნდეს ეს ადამიანი რომელიც დააფინანსებს ყველაფერი მზად არის ის ელექტრონული ვერსია მზად არის არ გამოგჩეს მაშინად არ შეიძლება უზარმაზარი მადლობა ჩემს და სოსოს სახელით გამომცემლობა მერიდიანს კითხველის სახელით გამომცემლობა მერიდიანს ბატონ კახა რუსაძეს რუსიძეს უბრალოდ რუსიძეს უერთდებით კითხველების სახელით და გიორგი ჩიქვინიძეს რომელიც მუშაობდა რომელიც იყო დიზაინერი ღამეებს ათენებდნენ ერთიც მეორეც და მოასწრეს შეწამოიდგინე რომ 15 დეკემბერს როცა 100 წელი შეუძლო და 3 დღით ადრე მთელი ტირაჟი ჩამოვიდეს მაშინ სტამბოლში არის დაბეჭდილი იმიტომ რომ მაღალი ხარისხის არის არა კაც არა ნაკლებ მაგრამ მაინც იქ უკვე ესეთი გაყვარული გზა არის რომ ჯობია რომ კი ბატონო ასე რომ იმედი ვიქონიოთ რომ ტირაჟი გამეორდება რაც ასე მგონია აუცილებელია კი არ მგონია დარწმუნებული ახლა ისე შვები რომ ორი წიგნი შედის თვითონ ის სადაც ფოტო ალბომი არის და აი ეს არის ძალიან ორიგინალური ხო რვეული სადაც არის ანა კალანდაძის რვეული ხო საინტერესო კი ბატონო მისი ხელნაწერები პირველ რომელიც ლექსები რომელიც გავრცელდა ასე ხელნაწერის სახით ხალხში და ვიდრე ანა კალანდაძის ქართული პოეზიის დედოფლის წიგნი გამოვიდოდა და იხილავდა დღის სინათლეს ის უკვე იყო აღიარებული პოპულარული და საყოველთაოდ ცნობილი პოეტი ასე რომ აი ესეც უნიკალურია ამ ალბომთან ერთად ასე რომ წარმოუდგენელია რომ ამის მეორე და შეიძლება კიდე შემდეგი გამოცემებიც არ ეხლა ამის გამო არის რომ მიჭირს ფაქტობრივად ერთი გამოცემა ხო არის ერთ თქვა წიგს რო ვაჩუქებთ ახლობელს
მეორე სუჩუკი იქნებ როგომე შევარდილო კი ძალიან ცუდრეში უკენა კი მდგომარეობაში, მაგრამ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია ქართველი მკითხველი, პოეზიის მოყვარული, ფოტოხელოვნების მოყვარული, რომელიც ამ გამოცემის გარეშე დარჩა და მართლა ტრაგედია მგონია ამისი ფასის მცოდნე ღირებულების მცოდნე ადამიანისთვის. ხლა ცოტა მხიარულ ნოტაზე რომ გადავიდეთ, როგორც იცით, პროექტი გრძელდება, ის არ დასრულებულა და აი შემდეგი უკვე როცა ამჟამინდელ თქვენ სამუშაოს საქართველოს ლამაზოს დაასრულებთ, თუმცა ვიმეორებ მთელი თქვენი შემოქმედების სახელი შეიძლება იყოს საქართველოს ლამაზოს, სწორედაც ეს არის თქვენი ამოსავალი იდეა. ეს იქნება იმ წიგნის ფაქტიურად გამოძახილი, რომელიც ხო მისი გაგრძელება თუ ეს სახელი შევარჩიეთ თუ არა არის საქართველოს სიყვარულით. ერთიც კარგია, მეორეც კარგია და შეიძლება სხვა ის კარგია. იყო შედევრები თორემ რას დავახერხებთ. თვითონ საქართველოს იმდენად შედევრალური თვითონ თავისი წარმოუდგენელი სილამაზით, სითბოთი, სიყვარულით გაძეძგილი რომ მაგრამ ახალი თვალიც არის საჭირო სხვა. რა თქმა უნდა, ყველაზე რთული არის ჩემთვის. არჩევა იმ რამდენიმე ასეული ფოტოსი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს საქართველო. პირველ რიგში ქართველების თვალში. და შემდეგ უცხოელების შემიძლია ხუმრობ თუ ტრაბახობ თუ რაც არის. მსოფლიოს ყველა პრეზიდენტი, პრემიერი, მეფე თუ იმპერატორი ძირითადად შემიწიგნებით იცნობს საქართველოსთან. მე ვარ მომსწრე პრეზიდენტები თუ სხვა ისინი როგორ სიამოვნებით ახმოვაჩენენ ხოლმე ამ მიწირს ამოთხეს. თურმე რა კარგი ქვეყანა ყოფილა და რა ლამაზი ქვეყანა ყოფილა. ისე გურამჩეულიშვილი კი გვაფრთხილებ და დამალეთ ეს ქვეყანა, მაგრამ მაინც ვერ დამალა უკვე 21 საუკუნეში ვერაფერს, ამიტომ ჯობია საუკეთესო კუთხე წარმოვაჩინოთ თქვენი ხელოვნების საშუალებით და აი პროექტი გრძელდება როგორც თქვი და შემდეგი არის გალაქტიონის პოეზია. არანაკლებ რთული, შეიძლება ითქვას ურთულესი, სადაც გალაქტიონი გაცილებით რთული იქნება. რთული, სადაც ყველა მეტაფორაზე შეიძლება რამდენიმე ფოტო ნამუშევრის შექმნა. ერთი ლექსი უფრო თქვათ მოცულობით უფრო ტექნიკურ თვალსაზრისით ვამბობ. კი ბატონო. ეტეოდა თქვათ ერთ ფოტოზე და მხოლოდ ერთს მოგვიწია საქართველოს ლამაზო დიდი ლექსია და გაეყო ორდი და ფაქტურად გალაქტიონი არის ეს ძალიან რთული იქნება მარტო გალაქტიონი მე პირადად ყოველთვის ვამბობ რომ ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა მურმალებანიძე. მურმალებანიძე ბრძანეთ თქვენ ერთ-ერთი ინტერვიუში და ძალიან მესიამოვნდა. ძალიან. იქაც ფერწერული სტრიქონებია, საოცარი მეტაფორებია. ძალიან და თან ვამბობ ამ სიტყვას ხშირად ხმარო იმისთვის რომ ვიზუალურად წარმოაჩინო რომ ხედავ სხვანაირად ხედავ ის ლექსებში არის ფოტოგენური ლექსები. ფოტოგენური ლექსები და უფრო ადვილი არის აი თუნდაც უფლისციხესთან და პირველი ეს ამოტივტი და ერთ-ერთ გამოცემის ყდა მქონდა აი უფლისციხე წინა პლანზე აღაჩევი და ეხლაც უკვე რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება იგივეც გამოჩნდეს. კი ბატონო. ასე რომ წინ ბევრი მე როგორც ვიცი კიდევ მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა ბატონი ტარიელ ხალხელის მაგ გადაცემის დროს ვთქვი კიდეც რომ მე ეს პირადად ჩემი საერთოდ მოყვარულები დიახ, იმიტომ რომ ისიც მაჭავარიანი უხრან მაჭავარიანი არის აი ესეთი ძალიან ახლოს რო არის ქართველთან და ძალიან ეროვნული და გოდერძი ჩოხელი. ხო, გოდერძი ჩოხელიც კი. გოდერძი ჩოხელი საოცარი. აი მართლა ბუნების შვილი და ბუნებაზე სიტყვით მხატვარი.
და ბუნების ასე რომ სამუშაო გაქვთ უზარმაზარი ბატონი ვიცი ღმერთმა ძალა ენერგია მოგცეთ ენთუზიაზმი და აი ახლა ამოუწურავია ქართული პოეზია რა თქმა უნდა პოეზია ისეთი ამოუწურავია როგორც თვითონ საქართველოს როგორც თვითონ საქართველოს ეგ არის წარმოუდგენელი გუშინ ზუსტად გუშინ გამოვედი და მოგრუმული ამედი კი თითქოს მაგრამ ჩავედი ჩემ სოლოლაკში ცხოვრობს სოლოლაკ ერთხარეს ჩიდაძის ქუჩის ერთი მხარე არის სოლოლაკი მეორე მხარე არის თაწმინდა სოლოლაკში ვსწავლობდი მე სხვათა შორის მაშინდელ მახარატის ქუჩაზე აი ლამაზი შენობა რო ძალიან ლამაზი შენობა ესე იგი იმდენი სილამაზე არის რომ ამ 200 მეტრზე 300 მეტრში იმდენი სილამაზე კი არა ჩემი თქვენი ფოტოებიც კიდევ ხო ხო ეგ არის რომ შეიძლება მე სხვანაირად დავინახო ცოტა და უფრო კონკრეტული რაღაცა მოვიღო იქიდან დეტალი რომელიც ფაქტიურად თემ იმას დეტალი წვეთი რომელშიც ოკეანის სუნთქავი გრძნობა როგორც ამბობენ ასე სავსეა თქვენი სურათებით როგორც თქვენ გიყვართ თქვა გაძეძგილი ასეთი წვეთებით სადაც ოკეანის სუნთქვა ჩანს იგრძნობა სურნელი მოდის იქიდან აი იმ სილაბაზის იმ გაზაფხულის იმ შემოდგომის იმ წვიმიანი დღეების საოცარი რომანტიკა ის წვეთები რაღაცა პოეზია მუსიკა ისმის ხოლმე ამ ფოტოებიდან ასე რომ და ახლა ისევ ჩვენი ერთი ტკივილი მინდა რომ შევიხსენოთ და რაღაცნაირად თადარიგი დავიჭიროთ ბადბადრი პარადოქსია რომ დიდი ზარზეიმით აღინიშნა 1976 წელს კომუნისტურ საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დედაენის საუკუნოვანი იუბილე, ანუ 100 წლის თავი დედაენის შექმნიდან ის იყო 76 წელი. აი 150 წლის თავი მოდის, გაისად 2026 წელს უკვე არის 150 წელი. და მე ძალიან მეშინია რომ ამ დემოკრატიის გზაზე დამდგარ თავისუფალ საქართველოში ჩვენი ერი ერთადერთი დედამიწის ზურგზე რომელმაც დედაენას ძეგლი დაუდგა ნუ თუ უდედაენოთ დარჩენილი საჯარო სკოლების ამარი საბჭოთა პერიოდში არ დაიდგა ეს ძეგლი? კი ბატონო ბაროდის დაიდგა ასე რომ პარადოქსად ნუჩავთ 76 წელს 100 წლის კი ბატონო აღნიშნავს პარადოქსი იყო რომ ხო მართლა მონსტრი იყო და დიქტატურა იყო და თითქოს მონები და დაჩაგრულებელი ყავით გვიშვი და ვინმე გვიშვი მეცხოვერად ხედა ჩვენ ვინც ვიცხოვრეთ იმ ეპოქაში არ ვიზღუდავთ თავს რა გვიპირებენ შეზღუდვას და კი ბატონო ვიცით მე და თქვენ შესანიშნავად ახლა როგორმე გაის 14 აპრილამდე იქნებ გადაწყვეტეს რომ დაბრუნდეს დედაენა ჩვენ სკოლებში. აი ეს არის ყველაზე მთავარი ვისაც რა შეგვიძლია გადაცემას. აი დიდი სურვილი ქართული ერისა ყველას ვისაც ქართული უყვარს ყველაფერი პატივცემს მას 150 წლის თავზე ჩვენი დედაენის და იქნებ დაუბრუნოთ ჩვენს პატარებს შვილიშვილებს შვილთაშვილებს დედაენა და ამ დედაენით ხელდამშვენებულები აი თქვენ რო ინახავთ დღემდე ამ დედაენას ეს ხო შემთხვევით არ ხდება ეს დიდი სიყვარულის გამოძახილია და აი რა ვიცი აი ეს იდეა მინდა რომ გავრცელდეს ჩვენი გადაცემის მეშვეობით ბოლოს და ბოლოს ერთი ნებაა საჭირო მეტი არაფერი ხელისუფლებისა რომ ეს განხორციელდეს და ერი და ბერი მზად არის ამისთვის და ამის მოსვლა რა თქმა უნდა კი ბატონო რა თქმა უნდა თქვენ ხომ არაფერს გეგმავთ 150 წლის თავისთვის დედაენისა რაღაცა სპეციფიურს აქედან თავისთავად ავტომატურად შედის ჩემს ყველა გამოცემაში მაქვს ამ დედაენასთან დაკავშირებით რეპორტაჟების ციკლი იქნება და რა ვიცი რაც შეიძლება ჩემი მხრიდან გავაკეთებ ყველაფერი იმისთვის გაუწიო ქართულ ენას პოპულარიზაცია პირველ რიგში ქართველებში
ქართველებში რა თქმა. პირველ რიგში ქართველებში. პირველ რიგში ქართველებში, სადაც სამწუხაროდ იცით ჩემი ისა რომ გახდა. ყველაფერს ვაკეთებ რომ ქართველს შევაყარო საქართველო და ქართველს შევაყარო ქართველი. ეს თქვენი მუდმივი უარესებისკენ მიდის ამ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ. იმედია გადაიბის ეს. გონია რომ ამ რაღაც უგერგილო ეგრეთ წოდებულმა რეფორმამ მოიტანა ეს ყველაფერი და ძირფესვიანი შეცვლა საჭირო პროგრამებისა, იგივე დედაენის დაბრუნება, ზოგადად სახელმძღვანელოების ალბათ თავიდან შექმნა საიმისოთ რომ დაუბრუნდეს იმ სიმაღლეს ქართული განათლება. ანუ ბადრი საქართველოს ხო შეაყვარეთ ქართველებსაც და არა მარტო ქართველებს უცხოელებსაც, ეხლა ქართულ პოეზიასაც აყვარებთ უკვე ამ თქვენი უზარმაზარი პროექტით, რომელიც ასე სერიებად გაგრძელდება მე იმედი მაქვს და ბატონი სოსო ჭუმბურიძე მყავდეს მაგრად და მედგას ვერდის სოსო ჭუმბურიძეს ბაღრია და ჭორია რომ არა და სოსო ჭუმბურიძე ვერაფერს ვერ შეგვიძლია თვითონ დამოს თვითონაც ასე ამბობს რა თქმა უნდა თვითონ წერს არა მარტო იმაში კი ბებისა წერს რომ რა მობიძგა რა იყო მიზეზი რო ეფიქრა რა მობიძგა და ისევ თქვენმა შედევრებმა ისევ თქვენმა ფოტოებმა სადაც ისედაც აისახებოდა ხო ნებით მე რომ ვუყურებ თქვენს ფოტოალბომს მინდვრები ქართლის მინდვრები ქართულოცაო ეს მოდის ეს ფრაზები იგივე უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი განა არ მოდის ეს თქვენი ფოტოებიდან და ახლა ნიჭიერი კაცია და რა თქმა უნდა ალბომ არ უმტყუნა და აი ასეთი კარგი პროექტი დაიბადა ასე რომ თუ ქართველები ერთმანეთს გვერდით დაუდგებით ერთმანეთის ნიჭიერებას, ხელოვნებას, შემოქმედებას დავაფასებთ ძალიან ბევრს მივაღწევთ, იმიტომ რომ უნიკალური ერი ვართ, მე არ ვტრაბახობ და ამას მარტო ჩვენ ქართველები კი არა გერმანიაში როგორი აღმოჩენები და გამოკვლევებია და მგონი ჩვენ ვბრალდება ზოგადად ევროპის დასაბამი ჯერ ისე თლად დაზუსტებული შეიძლება არ იყოს, მაგრამ ვარაუდები უცხოელ ექსპერტებსა და უცხოელ ესეც ჩვენ ხო არა ვართ, ეს ხო ზეზვადამზე არ არის მხოლოდ არა, უფრო შორს მიდის კიდე ფესვები, ასე რომ ჩემო ძვირფასო ბატონო ბადრი, აი თქვენს ახლა ბოლო პროექტზე 2-3 თვეში რომ უნდა ვიხილოთ უფრო კონკრეტულად ხომ არ გვერდით. ის საიმიჯო ალბომი როგორც მეგონი წინა გადაცემაში რომ დავკვირდით ეს ის არის სწორედ. ხო, ნუ პრინციპში მე სულ მუშაობ. თქვენ წინა სტუმრობი, კი ბატონო. კი ბატონო. და რომ ფაქტიურად 95% მორჩენილი ესა უბრალოდ ახლა არჩევა ფოტოები მზად არის და რედაქტირება სჭირდება. ყველაზე მეტი რაოდენობის საქართველოს შესახებ ფოტოები მე ვთვლი რომ მე მაქვს საქართველოს შესახებ არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოშიც, იმიტომ რომ ისე არავის არ აინტერესებს საქართველო არცეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს როგორც შეიძლება მე მიყვარდეს და როგორც შემეგობრებს სერვერი შედაშუს რაც ასე ხდება მაქვს 80 ტერაბაიტი მახსოვრობით თუ კი 10-ზე გავყო დაახლოებით 8 მილიონი ფოტო არის და რა თქმა უნდა დუბლები და რაღაცეები არის მაგრამ მაგის თავიდან მე გადამთვალიერებელი მე არა ვარ და გადამრჩევი და მაგას ერთიანი ამას მიჩვენა ინსტიტუტი გჭირდება საერთოდ რომ ეს ლაბორატორია მოაწესრიგოს სისტემაში მოიყვანოს და შემოქმედი ადამიანის უკიდეგანობა თორემ მოაბარდა თავს და ისევის გამომცემლობაა ბანო პატრი ისე მერიდიანი გამოსცემს თუ სხვა არა რას აი ამ წიგნს ჩემს არა ჩემს მე ვარ მე თუ რა გამომცემელი თქვენ ავტორიც მე ვარ აქ უკვე სრულყოფილად ვარ ავტორი ყველაფრის ავტორი ფოტოებისაც მათ შორის დაიწყალია და გამომცემელიც მე გახლავართ ჩემო ბატონო და გადამაგისა რა იყო პალიტრაელთან ერთად რამდენიმე წლის წინათ გამოვეცი ყველა რეგიონზე 13 წიგნი გამოვეცი
სადაც პროექტის ავტორი მე ვიყავი. იდეის პროექტის ავტორი მე ვიყავი და ფოტოების დაახლოებით 50%-ს. ასე რომ გარდა ჩემი პირადი იმისა, ეხლა მე 20 ალბომი რომელიც იქნება თქვა საქართველოს და მე თბილისი იმასთან ერთად საკმაოდ გამოდის რა, მეც იქეთ 33 სრულყოფილი საქართველო. რა ვიტყვის, კოლოსალური შრომა, მართლა ხელოვანი და შემოქმედი ადამიანის უკიდურესობა და ენერგია თორემ იმდენ სიამოვნებას მაძლევს, იმდენ ციცი, იმდენ ბედნიერი ხვდები, როდესაც საქართველოს უცხერი რა და ასე მეტ ქვეყანაში ვარ მაყოფილი რა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა არის ჩვენი საქართველოს, რომელიც 79,000 კვადრატულ კილომეტრზე იმდენ მრავალფეროვნებას მოიცავს, იმდენს რომ მარტო გურიას ქვემოთ მარს ესე კადრები ქვემოთ აპრილი ჩახჩახებს ზემოთ იმაში ბახმაროში თოვლი და ასე შემდეგ კომისარი ჩეულებრივი საქართველოს წარმოუდგენლად ლამაზია მე თუ არ გუჩვენებ აი ხლა გაყინულია ტბები ჯერ კიდე იქ ჯავახეთში ჯავახეთი ჩემი საყვარელი იყო ძალიან მიყვარს ფოტონადირობა ფრინველებზე და ყველაზე მეტი ზოგჯერ მაოცებთ ხოლმე ისეთი ჯიშებია რომ არც კი მგონია თუ არის ახლა არც მე არ ვიცოდი ესეთ და ვეკითხები ხოლმე რა არის ეს ფრინველი თქო და თუნდა ყოფილა და საიდან ბადრიადაჭკორეს ობიექტივში მოხვდა და მანამდე თუ დავდიოდი თქვათ ან აფრიკაში ან ევროპაში ევროპის თქვათ ახლა ბევრამეს ხილავ დენდროლოგიურ პარკში დენდროლოგიური საოცრება მე მგონი იმას ერთი ალბომი ცალკე ეკუთვნის ის არა ძალიან იქ საერთოდ საოცარი ადგილია ის და საერთოდ იქ შემოგარენი არის ცალკე საქართველოს თითქოს რა იმდენად საინტერესოა კი ბატონო ანუ მაგრამ ერთი შეკითხვა გამიშთა ხო კიდევ აი ამოდენა გამოცდილება ამხელა შემოქმედება ასეთი კონტაქტური ადამიანი რომ ბრძანდებით და საოცარი ურთიერთობის გაგაჩნიათ ნიჭი მოწაფეები თქვენი არა მოწაფეები თვითონ იციან თვითონ თვლიან ჩემს მოწაფეებს კი ვიცი რამდენიმე მეცეცი მაგრამ ყველა უნივერსიტეტმა თხოვა ცალკე ვიცი ეს მოთხოვნილება არის ვიცი მაგრამ ხო მაგრამ არა მაგდრო არც მაინდა დიდი სურვილი რომ იმიტომ მე არავისგან არ მისწავლია მაინც შემოქმედებითი შრომა ეს არის თვითონ და გადაწყვეტოს რა და როგორ სპეციალობით როგორც მიწერია ჟურნალისტის კვალიფიკაცია მომენიჭა და საკმაოდ საინტერესო ჟურნალისტისა რომელიც მართლა თეორიებს ავსებდით ოქროს ფრთის ლაურეატი კი ბატონო ლაურეატი ჩემბატონა და მაგრამ ეხლა არავის არ ახსოვს ის პუბლიკაციები ასე თქვა, მაგრამ ფოტოები ახსოვთ 50 წლის და 60 წლის წინანდელი გადაღებული. ადამიანს აქვს ის ვიზუალური პროგრამა. მით უმეტეს ქართულ ადამიანს, რომელსაც სილამაზეზე აქვს მაინც გართულება, ასე რომ მაინც მე ხა გამახსენდა ჩემი ფოტოსაქმის პედაგოგი ახლა ხან გვალით არ იქონდა ბატონ გივი შეყვილი არაჩვეულებრივი მივესალმებით აქედან და მეც არაჩვეულებრივი ჩვენი ფოტოსაქმის გვასწავლი და მართლა თავისი საქმის დიდოსტატი და ისე მახსოვს ფრაზა რომ კი გვასწავლა ეს ტექნიკა რა და როგორ და დანარჩენიო თქვენზეა დამოკიდება ტექნიკის სწავლა არ არის პრობლემა ეხლა უკვე თქვენ
თქვენმა ფანტაზიამ. რა თქმა უნდა, ვიღებდით, ნახულობ და შეგვიფასებდა ხოლმე. ასეა შემოქმედებითი შრომა, რა თქმა უნდა. ასე რომ ვულოცა მის გვალთარიხს აქედან სამწუხაროდ არ ვიცოდით, თორემ არ არსებობს. ახლა ჯერ მარტო თბილისის უნივერსიტეტზე რო ამაგი აქვს და იქ რო სამჭედლო იყო. ჩემ დროზე სანდრო იყო ამასახლის. სანდრო ამასახლისიც იყო პარალელურად, მაგრამ ჩემ ჯგუფს ჩვენ თვლიდით კოლეგებად, უბრალოდ თვითონ თვლიდან კოლეგად და არა სტუდენტად. სანდროსთანაც მეგობრობდით. ბატონი სანდროს მამა იყო ჩემი ლექტორი ფიზიკის ფაკულტეტზე, ხო სწავლობდი მე შორეულ ახალგაზრდობაში. არაჩვეულებრივი ვაგან მამასახლისოვი. მისი პირველი ლექცია ჩაგვიტარა, ყველა პირველ კურსზე პირველ ლექციას უტარებდა ვაგან მამასახლისოვი, იმიტომ რომ ავტორიტეტი იყო და საოცარი ლექციები ჰქონდა და მოკლედ აი ამ კაცის ეშხით შემოვჭი 4 წელი ფიზიკის ფაკულტეტზე, როცა სულ გაქცევას შემეკავი, სულ წერა მინდოდა, სულ ჟურნალისტობა და ასე შემდეგ. მაგრამ იყო საოცარი ხიბლი და მე მიმაჩნია, რომ საოცარი სკოლა გავიარე. ამ ფიზიკოსების გარემოცვაში ერთი წუთით არ მინანია და ფიზიკოსი ლირიკოსი დაკარგულად არ ჩამითვლია ის წლები, იყო საოცრად საინტერესო განსაკუთრებული კასტა. მე ბატონი სანდრო მამასახლისი, რომელიც სხვათა შორის ბაკურიანში შევხვდით ჩვენ და ტურნე მოგვიწყო მე და ჩემ შვილებს. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, ძალიან კარგად. საოცარი ერუდიტიც გადაისა, რომ საოცარი გადაცემები ჰქონდა. კი, არაჩვეულებრივად წერდა, არაჩვეულებრივად. კი, ხო, მაგიტლობები გადაცემები ჰქონდა, იმიტომ რომ კარგად წერდა. კი, მოვიწყდება მისი ერთი ფრაზა, რაც უფრო ასაკში შევდივარ, მემატება კითხვები და მაყდება პასუხები. მაშინ კი გავიკვირდა ცოტა, რატო მეთქი ასაკში უფრო არ უნდა, მაგრამ ჟურნალისტიკის თურმე რამხელა სიბრძნედებს. მე მოვეწყე ჟურნალისტიკის განყოფილებას. კი, 10 კაცი. მაშინ არ იყო. 10 კაცია. 10 კაცია. ჩვენ ხო თითქმის თანაკურსელები ვართ. მე მოწ 70 შენ ბავშვი ხარ. ერთი წლით უკან იყავით თქვენ ჩემზე. იმიტომ რომ მე ხო 4 წელი ვისწავლე და მე მეორე კურსზე დამსვეს, იმიტომ რომ 11 განსხვავებული ჩავაბარა და ხა მეტი უკვე არ შეიძლებაო და 70 წელს. და ისედაც ხო უნდა მესწავლა იქ, ხა მე-4 კურსზე რო დავასვი რა დავამთავრებდი და არაფერი ხო. ამიტომ ერთადერთი საერთო საგანი იყო, ხა ცოტა იუმორი შემოვიტანოთ, კომპარტიის ისტორია, სკკპ ისტორია. საერთო ერთადერთი საგანი ფიზიკის ფაკულტეტზე და ჟურნალისტებთან განსხვავებული საგნები აბსოლუტურად, ამიტომ ცხადია უნდა გამოვიდო ეს საგნები. ისე ხო საინტერესოც არ იქნება. პირველი ლექცია ჰქონდა მოდარ დავითის. პირველი ლექცია 1 სექტემბერს, პირველი ლექცია ჰქონდა ჟურნალისტიკის განყოფილებაზე მოდარ დავითის. ნუ ეს მეტრი და რა თქმა უნდა. სხვათა შორის ახლა 94-ის გახდა 19 მარტს და ჩვენ სპეციალური გადაცემა გვქონდა, სადაც აი ეს თქვენი გუზარმაზარი წარმატება ვახარეთ ბატონ მოდარს ეციურ საქართველოში. ვიცი. ასე რომ ამ შემდგომ აი გალაქტიონის ალბომი ალბათ კიდევ უფრო კარგი და დიდი სიხარული იქნება, ასე რომ გაიცათ გვალით არიღი აქვს, მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ამას ესე იგი ბატონ მოდარს ვაბარებთ მისი ნამოწაფრები ანგარის ყოველ იუბილეზე რა გავაკეთეთ ამ 1 წლის განმავლობაში და მე ვიცი რომ ჩვენ თქვენ გალაქტიონის სოსოს კუმიტი გალაქტიონის და არა მე რატო გეუბნები სოსოს რატო გეუბნები ცი აი განსაკუთრებით სიამოვნები და ნოდარ დავიცეს ხო ასე რომ სხვათა შორის მაესტრო ჩემმა მაიკომ დაარქვა გალაქტიონის, თუმცა აი ხო ვოკალსაც სწავლობდა კონსერვატორიაში, ვოკალსაც სწავლობდა და ყავდა იქ ნოდარ ანდღულაძე, მაესტრო ნოდარ ანდღულაძე, მაესტრო გოჩა ბეჟუაშვილი აღმერთებდა იმათ და მე რა ვიცით უნივერსიტეტში ნოდარ ტაბიძე და უცო ბატონ დედაი რითი არ არის მაესტრო და აქედან წამოვიდა მაესტრო. ვინ დაარქვე? ჩემმა მაია ქალბატონმა მაია, თქვენ დიდმა
მეგობარმა ასე რომ ეს მაესტრო ეხლა ვინაღავინე არ იბრალებს მაგრამ მე მახსოვს ეს მომენტი ზუსტად ბატონ ნოდარის კაბინეტში შევარ და რიჩი არ არისო ბატონ ნოდარი მაესტრო რაღაც პატარა სუფრა იყო დაშლილი თუ ნოდარადულაძე არის მაესტრო და გოჩა ბეჟოაშვილი რა თქმა უნდა არიან დიდი მაესტროები ჟურნალისტიკაში ბატონ ნოდარი მაესტრო და წამოვიდა მაესტრო ნოდარ დაბიძე ბატონო ბატრი მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ გაისად 19 მარტს ისევ შემოვართ ამ სტუდიაში ჩავაბარებთ გალაქტიონის პოეზიაზე შექმნილ თქვენს დიდებულ შედევრალურ ალბომის გამოცემის შესახებ ანგარის ბატონო ჩვენს დიდ მაესტროს და კიდევ უამრავი გეგმა გაქვთ უამრავი დაუგეგმავი ახლა გეგმა რა თუნდა შემოგვედა ადამიანს ხელი ცხოვრება ექსტრემში ხელი ცხოვრება წინასწარ არაფერს არ გეგმა კი ბატონო და ეგ არის ახალგაზრდობის ელექსირი შორის კი ბატონო აბარანაირად ისე აბა 5-7-იანი რა არის ახლა ისე 2-7-იანი არაფერი არ არის რა თქმა უნდა გუშინ წინ ვიყავი საოცარი კაცის დაბადების რომელსაც 99 წლის გახდა და რომელთან ერთად ვიყავი ტაოკლარჯეთში 2 წლის მაშინ 97 წლის ბავშვი იყო ხო და ახალგაზრდა რომ ამჯობინეს მინიბუსში დარჩენა ჩვენ წავედით ეს მიმიძღოდა წინ ეს დიდებული კაცი სუროპაპას დაირქვა თვითონ ზურაბ დუნდუა. როცა ზუროპაპას, როცა მერტმან ხნეობანი მოუშალოს დიდებული კაცი. აი ეს ახალგაზრდობის სული ნამდვილად ადამიანის სიცოცხლეს უძლებს მერტმან მოდიშალოთ ბადრი თქვენთან საუბარს რაჯობია, მაგრამ საწყობად გვაქვს ჩვენ ეს შეძლებელი დრო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მოგწონებისთვის. არ ვიცი, კიდევ განმადლობა აი ამ საოცარი ალბომის შექმნისთვის, ამ საოცარი გამოცემისთვის, რომელიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ გამეორდება ტირაჟი და ყველა ქართველს ექნება საშუალება, რომ კონდეს ეს უნიკალური გამოცემა, გაზარდოს შვილები, ამაზე შეაყვაროს საქართველო და პოეზია და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან საინტერესო მისი დავამთავროთ ეს. კი ბატონო. ეს ვინაიდან პირადად ჩემს უახლოეს უსაყვარლეს მეგობარს დიანა ტყებუჩავას მოვართვი გორმე 30 ცალიდან მოვყარეთ ჩემ თავს დამდილეთ და ავტოგრაფით დავამშვენებ და მოგართმევ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. თუ ვინმე გვისმენდით და ვინც კი იმედი მაქვს რომ გვისმენდით. კი ბატონო, უღმესი მადლობა თქვენ. ბედნიერი დღე და საუკუნე. კი ბატონო, მთელი თქვენი შემოქმედებით. შემიძლია უკვე? რა თქმა უნდა, კი ბატონო. მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ერთგულო აყურებელ. ლია გამოგცეთ ასე ჩართული კი არის. ჩართული კი არა.